სერიალის ოფიციალურ რელიზს წარმოგიდგენთ წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის განათლების კერა და ფონდი ქართული გალობა. ღირსი მაქსიმე ბერძენის ინსტიტუტი წარმოგიდგენთ. Green Olive Films-ის ნაწარმოებს. სცენარის ავტორი იორგოს ციაკასი. ოპერატორი კოსტას ტრიანტაფილუ. კომპოზიტორი ტუომას კანტელინენი. რეჟისორი სტამოს ცამისი. წმინდა პაისი. ფარასიდან ზეცაში. კერკირას ციხესიმაგრე 1924 წლის ოქტომბერი. არ დამტოვებ შვილო და აქვე მოხვალ რომ წამიყვანა. დამლოცე. იმ წმინდანების მადლი გქონდეს დედა შენი კანდელს რომ უნთებს. წმინდა ბასილის სიბრძნე. წმინდა გიორგის სიმამაცე. წმინდა მამაის უბრალოება. და მთავარ ანგელოზთა ძალა. და ოცვილი იყავი ჩემო არსენი. როგორც ეს კანდელი ანთია, ისე ანათებდეს შენი სული, ქრისტეს სიყვარულისგან დღითა და ღამით. ამინ. რა ლამაზად დალოცა დედა. ნეტავ შეისმინოს ღმერთმა ჩემნაირი ცოდვილის ლოცვა. დაიძინა ჩემმა ტკბილმა ბიჭმა. მამაცი, დაიღლებოდი. რა დამყლიდა. სულს უხარია ხელში რომ მიჭირავს. უხარია, მაგრამ დაიღლებოდი. არ დავღლიო ვარ. თვალებს რომ დავხუჭავ, მერე დავისვენებ. ბებია, ნუ აპარაკობას ეხმას აღარ გაგცემ. ამა შეხედე, ჩუმად მისმენს. შენ რა, არ გძინავს? ჩუმად კი არ გისმენ, უბრალოდ მესმის. ხო და მაშინ მოусმინე შენს ბებიას. რაღაც უნდა გითხრას. რაც აქ ჩამოვედით, ყველაფერი გართულდა. დედას უნდა დაეხმარო. არ ვეხმარები? ეხმარები, ჩემო გოგო.
მაგრამ გონება პატარებზე უნდა გქონდეს გადართული. სხვა არაფერი შეიძლება რომ გავაკეთო. მაინც რა, ხვალზე შენც დედა გახდები. ხვალზე ბებია, ნუ ჩქარობ. ნუ ჩქარობო. დედა შენიც ახალგაზრდა იყო, როცა დაქორწინდა. ხო, მაგრამ მე სხვა ვარ და დედა ჩემი სხვა. თანაც დედა სამშობლოში იყო თავის სახლში. მე ვინ შემომხედავს აქ, როცა არაფერი გვაქვს. როგორ თუ არაფერი გვაქვს? ღირსება გვაქვს, სარწმუნოება გვაქვს, წმინდანები გვყავს. ეს ცოტაა? ბებია, ვერ ნახე როგორ გვიყურებდნენ პირიასა და კერაციაში. მათთვის ლტოლვილები ვართ, მეტი არაფერი. არ ვჭირდებით. ყველა ერთნაირი არ არის ზოი. ხო, ზოგი ლტოლვილებს გვეძახის, ზოგი მაწანწალებს. ზოი, ჩემო თვალისჩინო. მოусმინე შენს ბებიას. ჩვენ აქ ჩამოვედით და აქ დავმკვიდრდებით. კარგად ვიცით ვინ ვართ. რას ვაკეთებდით ჩვენს სამშობლოში. როგორი ბერძნები ვართ და როგორი ქრისტიანები. ასევე როგორი ადამიანებიც. ჩვენი წინაპრებისგან ვისწავლეთ, რომ მოყვას გაჭირვებაში გვერდით უნდა დავუდგეთ. პური გავუყოთ იმას, ვისაც არა აქვს. ამ ყველაფერს ვერავინ შეგვაცვლევინებს, თუ თავად არ შევცვლით და არ დავივიწყებთ. ჰა, ნუ დაივიწყებ ჩემო გოგო რაც სამშობლოში. სახლში ისწავლეთ. მას ისე უნდა გაუფრთხილდეთ, როგორც წმინდა ცეცხლს ვუფრთხილდებით. სხვა დანარჩენზე ღმერთი იზრუნებს. აქ დამკვიდრდებით შენც და შენი და-ძმებიც. არ დაივიწყო, რასაც შენს სულში ატარებ. ეს არის შენი საგანძური, ჩემო პატარავ. მაგას გადასცემ მემკვიდრეობად შენს შვილებს. სახლები, ფული, მიწები, როგორც ნახე შეიძლება ერთ დღეში დაკარგო. მაგრამ ჩვენი სულის საუნჯე ძალიან ძვირფასია. და ის ჩვენს ხელშია, რომ გავუფრთხილდეთ და არავის მივცეთ მისი წართმევის ნება. რას აკეთებ, დალოცვილო? მიყვარხარ, დედა. ძალიან მიყვარხარ. შვილო, ჩემო ძვირფასო. ბებია, ჩემო გოგო. ჩემო შვილებო. კერკირას ციხესიმაგრე, 1924 წლის ნოემბერი. ჩამოდით, ჩქარა, არ ჩამოვარდეთ, თორემ საზამთროსავით გაგისკდებათ თავები. არა უშავს, ბანდიტს ვებრძვი. შენ თვითონ ხარ ბანდიტი. რა ბანდიტი? მე მაგარი ბიჭი ვარ. იცი რამდენი მყავს მოკლული? რაც არ უნდა თქვა, მე შენზე ერთით მეტი მეყოლება მოკლული. კარგი, გეყოფათ ტრაბახი. ახლავე ქვემოთ ჩამოდით. ცოცხალიც დატოვეთ ვინმე. საკმარისია ამდენი მკვლელობა. გამარჯობა დესპინა. გამარჯობა. გმადლობ უფალო, რომ ღირსი გამხადე. ჩემი ცოდვილი ხელებით ეს წმინდა სებისკვერი შემოგწირო. ღირსი გამხადე, ყოველთვის სუფთა გულით შემოგწირო. ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ. ფრთხილად, ვარცლი არ გადააყირავთ. გამლოცე მამაო. დალოცვილი იყავი დესპინა, დალოცვილი. სეფისკვერის ცომზე? ხო, თავარანგელოზობისთვის. უფალი შეგეწევა, ჩემო გოგო. წელს 4 შაბათს უწევს, არა? ზეთით ხსნილია? ხსნილია. მაგრამ ზეთი გვაქვს? რამეს მოვახერხებთ? თუ ჩვენ ვერ ვიშოვით, თავარანგელოზები გვიშოვიან. მართალი ხარ. პარასკევს კოლიოს გააკეთე. კოლიო? რა მემსახურებას ჩაატარებ? დღესასწაულისთვის თუ პანაშვიდისთვის?
დიდი დღესასწაულისთვის. დიდი დღესასწაულისთვის? რა დღესასწაულია, მე რომ არ ვიცი. 8-ში მთავარანგელოზობაა. 10-ში რა დღესასწაულია? რა დღესასწაულია, მამაო? რაფაელ, ხარლამპი. ამალია, აქეთ არიან. მადლობა. ნუ მიატოვებს შენ შვილებს უფალო, რადგან დაიჩაგრნენ, გამოაძევეს, ყოველდღიურად ამცირებენ. განამტკიცე მათი რწმენა და მოთმინება. მიეცი მათ კაცთა მოყვარების, სიყვარულისა და თანაგრძნობის ძალა. მომიტევე ჩემი სისუსტე, ჩემი უმოქმედობა. ნუ დაუშვებ ამის გამო შენს შვილთაგან რომელიმე წაარწმდეს. მამაო. შეიძლება რაღაც გკითხო. კითხი ამალია. მოდი დაჯექი ჩემო გოგო. მოდი. მეორედ მოსვლა ამ ორ შაბათს იქნება? რასა პატარო. რაფაელმა ასე მითხრა და მე შენია. თქვენ ყველანი დავიხოცებითო. აღუდგებით. რაფაელს უთხარი, რომ კი არ დავიხოცებით, აღუდგებით. ამ ორ შაბათს? არავინ იცის, როდის იქნება მეორედ მოსვლა. არც შენ? არც მე. მხოლოდ ღმერთმა. მხოლოდ ღმერთმა? შეგიძლია გკითხო და მითხრა. მე შემიძლია მხოლოდ ის გითხრა, რასაც მინდა მამები ამბობენ. მეორედ მოსვლა კვირას იქნება. კვირას? ხო, მაგრამ კვირის მეორე დღეს არ უნდა იყოს. ქრისტე უნდა მოვიდეს მეორედ, ჩემო პატარავ. პირველად ხომ მოვიდა. ხოდა მეორედაც მოვა. მეორედ მოსვლას ამიტომ ვეძახით. გაიგე? გავიგე. რაფაელ, მეორედ მოსვლა ორ შაბათს კი არა. კვირასაა. კარგი ასე იყოს. კვირა დღეს. კვირა უფლისაა. ყველანი უფლის შვილები ვართ. ცოცხლობ თუ გვდებით, ყველანი უფლის შვილები ვართ. რაფაელ, მოძღვარი წაიქცა. მამაო. ცომს ვზელდი. გამოიარა და მკითხა, სების კვერს ზელო. ვუპასუხე, დიახ, თქვენი ლოცვა კურთხევით მთავარანგელოზებს მივუტან მეთქი. მითხრა, კარგია, პარასკევს კოლიოც გააკეთეო. ვკითხე დღესასწაულისთვის თუ პანაშვიდისთვისო. დღესასწაულისთვისო. დიდი დღესასწაულისთვისო. ვკითხე, პარასკევს რა დღესასწაულია, მე რომ არ ვიცი მეთქი. ღვთისმშობელო უფალმა დაიფაროს. ვინ არის მასთან ერთად? უფროსია შეგნით. უფროსი რას გაუკეთებს, ექიმია? რას მიყურებთ? წავიდა ვინმე ექიმის მოსაყვანად. პროდრომე. მივდივარ. სად მიდიხარ, მამა? მგზავრობისთვის ხომ ძალიან დასუსტებული ხარ? ძალიან დასუსტებული რომ ვარ. სწორედ ამიტომ მივამგზავრები. სულთა და სხეულთა მკურნალთან. მამა, უკებედრები, ნუ ლაპარაკობაზე. არ უნდა ვილაპარაკო, პროდრომე. არიცი ვინ არის სულთა და სხეულთა მკურნალი. არჩა. მივდივარ, ჩამოშვილებო. არა, მამაო. ახლა რომელს დაგემორჩილოთ? შენ თუ? ღმერთს. თუ ამას რომ დამჯდარა და ტირის.
დამლოცე. სულ დამლოცეს გაიძახე და მორჩილებას არასოდეს იჩენ. გადი გარეთ. დამლოცე. ბაშასე, პროდრომე. ურადღებით მომისმენე, რასაც გეტყვი. ზოგი რამ ჩემი გონებიდან წამოვა. ის რაც თავში მაქვს. ზოგი გულიდან. რაც ჩემგან კი არ არის. არამედ ღვთისგან. სწორედ ამას გეტყვი ახლა შენ კი მოისმინე. პროდრომე გაჩერდი, სად მიდიხარ? უფრო ზემოთ ვეღარ ახვალ. ოთახიდან გამოხვედი, ხალხმა კითხა როგორ არის მათი მამა. შენ კი მუნჯივით გაჩუმდი და გაიქეცი. რას მიყურებ? ხალხი დაჩოქილი იყო და ტიროდა. ვერ დაინახე? წავალო. საწავა. პროდრომე. თქვი რა გითხრა? რა გინდა რომ თქვა? მოძღვარს ვკარგავთ. მიდის. არა. ეს არ მოხდება. არ მოხდება. მარტო ვერ შევძლებ. რწმენას ნუ დაკარგავ. გონია მე თუ წავალ ღმერთი დახმარების გარეშე დაგტოვებს? ცოტა ხანს გადადე მამაო. უკვე სამჯერ გადავდე. პროდრომე. ერთხელ კიდევ გევედრები. შენს გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩვენი ცხოვრება. რა უნდა ვქნათ? ნუ მიგვატოვებ, გევედრები. შენ ხარ ჩვენი საყრდენი. ქრისტე გიყვარს პროდრომე? მეკითხები მიყვარს თუ არა? გეკითხები. გიყვარს? ხომ იცი რომ მიყვარს? ჩემ გამო გიყვარს? მე რომ არ ყოფილიყავი თქვენ ცხოვრებაში, არ გიყვარებოდა? ვიხდი? ამდენი ხალხი განკურნე, ქრისტიანების და მუსულმანებიც. ეს აღარ თქვა. მე არავინ განმიკურნავს. ქრისტესო მადლმა განკურნა ისინი. კი მაგრამ მამაო, პროდრომე, შეწყვიტე. თორემ ჯოხი მოგხვდება. ყველას ერთი ზეციური მამა გვყავს. ჩვენ ყველანი ძმები ვართ. მე არაფერს არ მოვადგენ, პროდრომე. ყველაფერი მან მომანიჭა. ჩემი არაფერი მაქვს. არაფერი. შენ თუ არაფერი გაქვს, ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ? მე მხოლოდ ჩემი ცოდვები მაქვს და ღმერთი ისე წინაშე შევინანება.
ილოცეთ ჩემი სულისთვის. ჩვენ ვილოცოთ შენი სულისთვის. შევედრე ღმერთს, რომ ცოტა ხანს კიდევ დაგტოვოს. დიდება ღმერთს ყველაფრისთვის. ყოველივე კარგისა და ცუდისთვის. იმისთვისაც, რაც ზოგჯერ გივილს გვაყენებს და გვამწუხრებს. გაიგე, ბროდრომე. ნუ ხრითავს. ცოცხალნიც და გარდაცვლილნიც უფლისანი ვართ. გევედრები არ წაიყვანო. არ წაგვართვა. ვისთვის გჭირდება? ისედაც ამდენი წმინდანი ყავს გვერდით. ხო, ერთი ჩვენ დაგვიტოვე. ოპალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ოპალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ოპალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. რას მიყურებთ? თქვენ ცილოცეთ მისთვის. მიდი ხარლამბი, შენ უფალო დაიწყე. იესო ქრისტე, შემიწყალე მე. უფალო 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 იესო ქრისტე, შემიწყალე მე. რა იყო? შენ ციტყოვე ღმერთისგან, რაც გვინდა. იცის რა არ იცის? იცის ზოი, მაგრამ უნდა ვითხოვოთ. კარგი, ყველას გვინდა რომ მოძღვარი გადარჩეს, მაგრამ გადარჩება? ჩვენ იმას ვითხოვთ, რაც გვინდა. და ბოლოს როგორ ვამბობთ? არა, როგორც მე მინდა უფალო, არამედ როგორც შენ გინდა. რატომ უნდა ღმერთს რომ მოძღვარი მოკვდეს? რადგან მან იცის, როდისაა ყველაზე შესაფერისი დრო, რომ ის თავისთან წაიყვანოს. და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ზოი, რა გიჭირავს ხელში? ბავშვი, და რას აკეთებს ბავშვი? მიყურებს. შვენიერია გიყურებს. მითხარი, ბავშვი დარდობს იმაზე, რომ მას ხელს გაუშვებ და დაეცემა. ან ეშინია, რომ არიზრუნებ მასზე. არა, რადგან ბავშვია. მართალია. ჩვენც ბავშვებივით უნდა ვიყოთ უფლის კალთაში. მინდობილნი უნდა ვიყოთ უფალზე. მოძღვარი რომ მოკვდეს არ შეგეცოდება? როგორ არ დავმწუხრდები? ყველა შეგვეცოდება ვიტირებთ, მაგრამ სასოწარკვეთას არ მივეცემით. ეს არც მას ენდომება. ღმერთი მოწყალია ბავშვებო და არ და ვინ მიგვატოვებს. გამყურნავს ხოლმე? ან ვინ გვაზიარებს? რაფალ, უკვე ვთქვი, რომ ღმერთი მოწყალია, არ მიგვატოვებს. და მოძღვარი რატომ მიყავს? მოძღვარი აღდგება. თვითონ მითხრა. მეორედ მოსვლისას, რომელიც ორშაბათს კი არა, კვირას იქნება. არ დავიხოცებით, როგორც ამას რაფაელი ამბობდა. არამედ აღდგებით. ყველანი აღდგებით. ამალია, მოდი აქ. მამაო მითხრა. ძალიან ბრძნული სიტყვა უთქვამს მოძღვარ შენთვის და შენც ძალიან ბრძნულად თქვი ახლა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამალია ბრძენი გახდა? აბა ვინ არის ბრძენი? შენ? მიმტკიცებდი მეორედ მოსვლა ამ ორშაბათს იქნებაო.
მამაო მითხრა, რომ არავინ იცის, როდის იქნება მეორედ მოსვლა. არც მან, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. კარგი. ახლა დავიჩოქოთ და წმინდანებს შევევედროთ, რომ მოძღვარი გადაარჩინონ. და წმინდანები ღმერთს შეევედრებიან? რა თქმა უნდა შეევედრებიან, ხარლამპი. ისინი ხომ ჩვენი მეგობრები არიან მოძღვარი თუ ზეცაში. ზეცაში წავა, კიდევ ერთი მეგობარი გვეყოლება იქ. კერკირას საავადმყოფო 1924 წლის 10 ნოემბერი. პროდრომე, შეწყვიტე ხალივი ტირილი. არ ვტირი, მამაო. ხალივით ტირი. ჩემი სული ტირის, მამაო. მე არ ვტირი. უთხარი შენ სულს, რომ როდესაც დღესასწაულზე მივდივართ, არ ვტირი. დღეს ზეიმი გვაქვს, პროდრომე. ღმერთთან ერთად უნდა ვიზეიმოთ. შენ კი ტირი და ამის საშუალებას არ გვაძლევ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ. მოდის. გორწნով მოდის. მოდის. ვინ? ღვთისმშობელი. მიმადლებული. რა მოგივიდა, მამაო? რა მოგივიდა? ჩემო ღვთისმშობელო, თუ ასეთ პატივს ვიმსახურებ, მე ცოდვილი და უღირსი. არაფერი არ მინდა ღვთისმშობელო. შენი მადლით საკმარისი იქნება ჩემთვის. წამიყვანე ათონის მთაზე შენს ბაღში კალწულო. პატარაობიდან მქონდა მისი ნახვის სურვილი. თუმცა შორს ვიყავი. მომიდევე. მომიდევე. ეს რა საოცარი კეთილსურნელებაა, ჩემო ღვთისმშობელო. ჩემო ღვთისმშობელო. ღვთისმშობელო, ჩემო ტკბილო ღვთისმშობელო. ღვთისმშობელო. მეც წამიყვანეთ თქვენთან ერთად. ხო, წამიყვანეთ. წამიყვანეთ. შეგვეწია ღვთისმშობელო. რატომ არ შეგვიძლია რომ ჩვენ შევიდეთ და ვნახოთ ის უფროსო? მოითმინე იორდანე, ყველა ერთად ვერ შევალთ. სათითაოდ შევალთ, პროდრომე, რომ მისი ლოცვა კურთხევა მივიღოთ. დესპინა, ვერ ხედავ რამდენი ვართ. არ გესმის რა მდგომარეობაა. მისი ლოცვა კურთხევა ისედაც გვაქვს. დედა შენს არ აქვს? რატომ აშიგნით? რა უნდა გითხრა ახლა? რა უნდა მითხრა უფროსო? მისი ლოცვა კურთხევა ჩვენც გვჭირდება, რა უნდა მითხრა? მომისმინე, პროდრომე, თუ ჰაჯი ეფენდი ისე მოკვდება, რომ მის ლოცვა კურთხევას ვერ მივიღებთ, ხმას აღარ გაგცემ. ავდგები და წავალ. ჩემს ნივთებს წავიღებ და წავალ. ყველანი წავალთ. კარგი დესპინა, მიდი შენც მითხარი დედა ჩემზე საყვედური. ჰაჯი კრისტინაზე მე არაფერი მithქვამს. სწორად მოიქცა რომ შევიდა და მისგან ლოცვა კურთხევა აიღო. მაგრამ ჩვენც გვინდა გესმის? არ ესმის. თავისი სურვილით არ შესულა დესპინა, მოძღვარმა ითხოვა მისი ნახვა. დაწყნარდით, გთხოვთ, დაწყნარდით. მას სამშობლოში არ ვასვენებდით, გემსა და ნავსადგურში არ ვასვენებდით, ბანაკში არ ვასვენებდით და არც ახლა მოვასვენოთ?
ილოცეთ მისთვის. მისი ლოცვა კურთხევა ისედაც გაქვთ. მესმის თქვენი. მაგრამ ახლა თავი უნდა დაანებოთ. დამშვიდდით და ილოცეთ. ილოცეთ, რომ ღმერთმა კიდევ ამყოფოს ჩვენთან. მე ყველაფერი ვნახე, პროდრომე. რა ნახე, მამაო? ჩვენი ღვთისმშობლის ბაღი. ათონის მთა. ღვთისმშობელო, მიმადლებულო ქალწულო. ყველა მონასტერი ვნახე. სკიტები. მოკრძალებული სენაკები. წმინდა მოღვაწეები. ნუ გეშინია. ისინი მთელი სამყაროსთვის ოლოცულობენ. კელაპტრებით იწვიან და მათი სინათლე ჩვენი უფლის საყდრამდე აღწევს. დიდება ღმერთს, რომელმაც იმის ღირსი გამხადა, მე უღირსი, რომ ეს ყველაფერი მენახა. დიდება ღმერთს. მადლობ ჩემო ღვთისმშობელო. მამა, დავასვილი იყავი. გმადლობ. შენ მეუბნები მადლობას, მამაო. მე გემადლიერები მთელი გულით. შემინდე მეწოდვილს. ისმინე. იზრუნე ბავშვებზე, რომ უფლის გზას არ ასცდნენ. სადაც არ უნდა იყვნენ. ჩემი ლოცვა არ მოგაკლდებათ, ყოველთვის თქვენთან იქნება. პროდრომე. აპატია შვილო. რას ამბობ, მამაო? მე რა უნდა გაპატიო? აპატია შვილო. აპატია. გმადლობ. რომ ამდენი წელი ამიტანე. ჰაჯი ეფენდი, რას იძახე? ჰაჯი კრისტინა, შენს თქვი რამე. რა ვთქვა? ასეთი მამის ღირსი ვიყავით. მე მაპატიე, მამაო. წოდვილსა და უღირს ყოველდღიურად რომ გაწუხებდი. მაპატიე. პროდრომე. ნუ არ ლაპარაკობ. ფანჯარაგა. ცივა, მამაო. დავად გავხდები არა. იდი ფანჯარაგა. მაშასე, მისმინეთ. მე ახლა შიგნით შევალ. გავიგებ, რას ამბობენ ექიმები. თქვენ 2-3 ადამიანი აირჩიეთ, რომ ჩემთან ერთად წამოვიდნენ და ყველასთვის აიღონ ლოცვა კურთხევა. მხოლოდ 2-3? სხვანაირად არ გამოვა. თხოვთ გაიგეთ, არ გამოვა. ეს საავადმყოფოა, იორდანე. საავადმყოფო. დაწყნარდით თუ შეიძლება. დამეხმარეთ ხალხი ისდეს. დამშვიდდით, დაწყნარდით. ღვთისმშობელო, ჰაჯი ეფენდია. მამა არსენი. ჰაჯი ეფენდი, დაგლოცე. დაგლოცე, მამა არსენი. ღვთისმშობელი შეგეწიოს. ერთო. დაიფარე და გაუძეხი მათა ცხონების გზაზე. ნურავის სარწყმედას ნუ დაუშვებ. მიეცი მათ რწმენა, იმედი, მოთმინება, სიყვარულისა და ერთობის ნიჭი. ჩემი ლოცვა ყოველთვის თქვენთან იქნება. აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფლისა მიმართვილოცოთ, რამე თუ შენ ხარ ცხოვრება, აღდგომა და განსვენება ნეტარი შესვენებულისა მონისა შენისა, მღვდელ მონაზონისა არსენისა, ძმისა და თანამსახურისა ჩვენისა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენ და დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველს მყოფელით სულით შენითურთ, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ღირსო ნეტარებისაო და მარადის ხსენებულო ძმაო ჩვენო. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ღირსო ნეტარებისაო და მარადის ხსენებულო ძმაო ჩვენო. დავასრულეთ ძმებო და დებო. შენი ლოცვით აქ გაიხარებს და შენი ლოცვით ჩვენც ვიპოვოთ კურთხეული ადგილი, რომ ფესვები გავიდგათ და გავიხაროთ. როგორი კეთილსურნელებაც ამას აქვს, ასეთივე კეთილსურნელება გქონდეს შენც ზეცაში. 60 ბაზილიკი გახდები. მოდით, მოდით. კოლიო მიირთვით მისი სულის საცხოვნებლად. სეფისკვერისთვის ცომს ვზელდი. მადლობ. გამოიარა და მითხრა, პარასკევს კოლიოც გააკეთეო. პანაშვიდისთვის თუ დღესასწაულისთვის მეთქი ვკითხე. დღესასწაულისთვისო. რა დღესასწაულია, მამაო? 8-ში მთავარანგელოზობაა. 10-ში რა დღესასწაული გვაქვს მეთქი? დიდი დღესასწაულიო, მითხრა და წავიდა. ეს ის კოლიოა. ის კოლიოა, რომლის მომზადებაც დამავალა. დღესასწაულისთვის. საკუთარი დღესასწაულისთვის. სეფისკვერისთვის ცომს ვზელდი. გამოიარა და მითხრა, პარასკევს კოლიოც გააკეთეო. პანაშვიდისთვის თუ დღესასწაულისთვის მეთქი ვკითხე. დღესასწაულისთვისო. რა დღესასწაულია, მამაო? 8-ში მთავარანგელოზობაა. 10-ში რა დღესასწაული გვაქვს მეთქი? დიდი დღესასწაულიაო.
ვერ ვიძინებ. პროდრომე. მაგის გამო არა, მოძღვარზე ვფიქრობ. მეც. ყველა მასზე ვფიქრობთ. ნუ ლაპარაკობთ. ისიც ჩვენზე ფიქრობს. ყოჩახ ზოი. და ჩვენთვის ლოცულობს. როგორ ლოცულობს? ის ხომ საფლავში ჩააწვინეს და იმდენი მიწა დააყარეს. სად მიდიხარ პროდრომე? ცოტა ხანს აერზე გავალ. აბრეშუმის ჭიის პარკები მქონდა. ევლოგია ხომ არ იცი სად არის? ის კიურშია. მოგიტანო? ოჯემო გოგო, მომიტანე. დედა. მამა მეტირა? არასდროს არ მინახავს რომ მეტიროს. აი შეხედეთ. ხომ ყველას გინახავთ აბრეშუმის ჭიის პარკი? რას აკეთებს ამით აბრეშუმის ჭია? აბრეშუმს რას გააკეთებს? აბრეშუმს რა თქმა უნდა. მაგრამ როცა ამ პარკს აკეთებს, იცით რას ამზადებს? თავის საფლავს. მართლა? რა თქმა უნდა. არ იცი რომ როცა ის პარკს აკეთებს, შიგნით შედის. და გგონია რომ მორჩა, მოკვდა. პარკსაც თუ გახსნი, დაინახავ რომ უძრავად წევს. მკვდარი. თუმცა 40 დღეში რას ვხედავთ? ლამას პეპელას. ყოჩახ ზოი. გახსოვს ერთად რომ ვნახეთ? მე არ დამინახავს მანდედან გამოსული პეპელა. შენ ჯერ საკუთარი ნაჭუჭიდან გამოდი. შენ უკვე გამოხვედი არა? გოგოებო, განაგრძებებია. მოკლედ. ხედავ რომ მკვდარია, მაგრამ ლამაზი პეპელა პარკს ხრეთს და შორს მიფრინავს. იგივე ხდება ჩვენთანაც, ადამიანების შემთხვევაშიც. ადამიანის სული ლამაზი პეპელასავით მაღლა მიფრინავს და ღვთის სამყოფელში მიდის. იქ არის ახლა ჩვენი მოძღვრის სულიც და ღმერთს ადიდებს. გაიგეთ? გაიგეთ, ბავშვებო? ხო, მაგრამ ადამიანი საფლავში რჩება. ხო, მისი სხეული საფლავში რჩება. მაგრამ მოვადრო. როცა ყველა მიცვალებული გაიგონებს ქრისტეს ხმას მეორედ მოსვლისას და საფლავებიდან აღდგებიან, რათა მას მიეგებონ. მეორედ მოსვლა კვირას იქნება. რას ამბობ? მოძღვარმა მითხრა, გასაგებია? არავინ იცის, როდის იქნება მეორედ მოსვლა. მე ვიცი, შენ ყველაფერი იცი. ესეც მოძღვარმა მითხრა. მან ყველაფერი გვითხრა. ყველაფერი. ის რომ საბერძნეთში წამოვიდოდით, რომ სოფლის მოსახლეობა გაიბნეოდა, რომ თავად კუნძულზე გარდაიცვლებოდა.
ახლა რა მოხდება? აქ უნდა ველოდოთ რომ რამე გვაჭამონ? ისედაც მხოლოდ ხმელპურს გვაძლევენ. ჰაჯი ეფენდი რა სიტყოდა? ერთმა ცხონოს მისი სული. არ ვიცი, ჰაჯი ეფენდი რა სიტყოდა, მაგრამ მე ამის სატანა აღარ შემიძლია. ავდგები და წავალ. აქ პატიმარივით ვარ. სულ რამდენი ვართ დარჩენილი, რომ შენცად გადაწახვიდე? მოითმინეთო, ასე გვეტყოდა ჰაჯი ეფენდი. კი, მაგრამ როდემდე მოვითმინოთ? როდემდე? ღმერთი მოწყალეაო, ასე იტყოდა ჰაჯი ეფენდი. ღმერთს აქვს საარსებო, მაგრამ ჩვენ არა. თუ მკრხელობას კიდევ გააგრძელებ, ამ ჯოხს თავში ჩაგცხებ. გამოთქმა, ასეთი გამოთქმა. გამოთქმა კი არ არის. უგუნურები ამბობენ მაგას. სამი დღეს არ გასულა, რაც ჰაჯი ეფენდი მოკვდა და უკვე დაივიწყეთ. რას ამბობდა და რას აკეთებდა ჩვენთვის. შვიდობა გქონდეთ. სათხედავ მშვიდობას უფროსო. რას მიყურებ? აქ უნდა ვისხდეთ? რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ასე? სამუშაო გჭირდება, სახლები, მიწები. ჩვენ ხომ ქონება დავტოვეთ იქ. ვიცი რაც დავტოვეთ. მაშინ რატომ არაფერს აკეთებ? რა გავაკეთო? სახლები ავაშენო? მიწები დავარიგო? სხვებიც დაგვრცინიან და შენც დაგვრცინი. მე არ დაგვრცინით იორდანე. მაშინ ნუ გვეუბნები, რა გავაკეთო? სახლები ავაშენო, მიწები დავარიგო. ადე კიდე ათენში წადი. ო, წადი. დეპუტატები მოძებნე, მთავრობა, მინისტრები, პრემიერ-მინისტრი. წადი, მოძებნე და დაელაპარაკე. სხვა რა უნდა ქნა? მოიცადე იორდანე, მოიცადე. გონია პრემიერ-მინისტრი პროდრომეს ელოდება? მე არ მეთქვამს რომ ელოდება, წავიდეს იქ და გარეთ დადგეს. ეს დაცინვა. ვერ ხვდებით რომ დაგცინიან. რა უნდა გავაკეთოთ კერკირას ციხესიმაგრეში? კვები ვჭამოთ? ამ პარტავას უნდა რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც თავად სურს. თავმდაბალი კი მოთმინებით აღიარებს, რომ არ შეუძლია რამე შეცვალოს და ელოდება. ამ პარტავანი შინაგანად ფორიაქობს და სხვებსაც აფორიაქებს. თავმდაბალი კი შვიდადაა და სხვებსაც ამშვიდებს. ახალი ჰაჯი ეფენდი ვიპოვეთ.